იპოთეკით დაზარალებულების საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. ფინანსური დავალების მქონე მოქალაქეებმა დღეს თბილისსა და ბათუმში ერთდროულად საპროტესტო აქციები გამართეს. თემის დეტალები ახლა ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. ერთობლივი აქციები ქვეყნის მასშტაბით იპოთეკური დავალიანების მქონე პირები დღეს თბილისში, ქობულეთში, ბათუმსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი ცესხების გამოტანაში მთავრობამ ბანკებთან უშუამდგომლოს. ქუჩაში მე ჩემი შვილები მათ ქუჩაზე ჩვენ თხოვნით მიმართავთ ბატონ ბიძინას, რომ რამენაირად შეაჩეროს ეს გამოსახლება, რომ ჩემნაირი საქართველოს მოსახლეობა კიდევ ჩემსავით ბევრი არ დარჩეს ქუჩაში და მოგვცეს დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი ცეცხლი. ჩვენ მათხოვრები არ ვარ, ჩვენ ვიცით რომ ჩვენ ვალი უნდა გადავიხადოთ. ეს ყველას გააზრებული გვაქვს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება დახმარება. იპოთეკური დავალიანების მქონე პირებს ბათუმში სოციალურად დაუცველები და ეკომიგრანტები შეუერთდნენ. მომიტინგეების თქმით, ეს გამაფრთხილებელი აქციაა და უფრო ფართომასშტაბიან აქციებს 29 სექტემბერს გეგმავენ. პროტესტის ძირითადი გზავნილი რეგიონში სოციალური სამართლიანობის აღდგენაა. თუ ხელისუფლება იმ მოთხოვნებს, რა მოთხოვნებიც დღეს ჩვენ გვაქვს, ყურადღებას არ მიაქცევს და ისევ გააგრძელებს მდინარე პოზაში ყოფნას, 1 ოქტომბრიდან უკვე ეს მინი აქციები გადაიქცევა მასშტაბურ საპროტესტო აქციებში. ჩვენ კიდევ ერთხელ ვახსენებთ ხელისუფლებას, რომ არსებობს ხალხი ამ ქვეყანაზე და აუცილებელია ხალხის ზრუნვა. ხალხმა მისცა მათ მანდატი იმისათვის, რომ მათი პრობლემები გაითავისონ და შეეცადონ მათ პრობლემების გადაწყვეტა. იპოთეკური დავალიანების მქონე პირები, როგორც აჭარის, ასევე საქართველოს მთავრობას დახმარებისთვის წელზე მეტია მიმართავენ. რამდენიმე თვის წინ საბანკო დავალიანების პირებს მთავრობა ასე პასუხობდა. აღსრულების ბიურო ისედაც საკმაო ვადებს აძლევს ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, დაზარალებულებს, რომ მათ საკუთარი ნებით, ასე ვთქვათ, მოახდინონ ახალ პირობებთან შეგუება. ის რომ ვალები ეპატიოს ამ ადამიანებს, ამაზე საუბარი არ არის, უბრალოდ მაქსიმალურად რაც კი შესაძლებელი არის ადამიანური მიდგომები და ამაზე მეტის გაკეთება ამ ეტაპზე ჩემი აზრით არ არის შესაძლებელი. მიუხედავად მთავრობის ასეთი განმარტებებისა, მოსახლეობა დახმარების თხოვნით მასშტაბურ აქციებს აგრძელებს. მთავრობიდან კი დღეს კომენტარები არ გაკეთებულა.